საღამოშიდებისა მოგესალმებით დღევანდელ კონსილიუმში ჩვენ დავიწყებთ საუბარს ქუთაისიდან ჩაგვერთვება პარლამენტის აპარატის უფროსი ბატონ ზურაბ ბარაქველიძე და ჩვენ ვისაუბრებთ მაღალი მატერიების მიღმა იმ ელემენტარულ ყოფით პირობებზე რომელშიც აღმოჩნდნენ პარლამენტარები და პარლამენტის აპარატის წევრები შემდეგ ჩვენი სტუმარია და სტუდიაშია ბატონი რამა საყვარელიძე და ჩვენ ვისაუბრებთ ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი და ჩვენ ვისაუბრებთ თქვა დღეს შეგვიძლია პოლიტიკურ რეალიებზე მათ შორის შეიძლება შევეხოთ ალბათ შევეხებით აუცილებლად იმ წერილს რომელიც ჩვენმა დიმამ როგორც თვითონ მოიხსენია ესე იგი თქვენი დიმაო ბოლოს გითხრა ბატონმა დიმიტრი შაშკინმა და ასე დაგვიბარა და დაგტოვა და წაბძანდა და ბოლოს მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო იქნება ბოლო ბლოკში ბატონი პაატა სურგულაძე ეს არის ძალიან ისტორიკოსი და კარგი სპეციალისტი პარლამენტარიზმისა და მას აქვს გარკვეულად საინტერესო რამ მოსაზრებები ამ უკვე ამ ახალ პარლამენტთან დაკავშირებით. ეხლა ჩვენ ვართ ქუთაისში და მე როგორც ვიცი ხაზია ბატონი ზურაბ მოგესალმებით პირველ რიგში მოგილოცავთ გუშინდელ დღეს მოგილოცავთ ახალი პარლამენტის ამოშევებას მოგილოცავთ პარლამენტის უფროსობას და აპარატის უფროსობას და ამავე დროს პირდაპირ კითხავთ არა ყოველგვარი პოლიტიკური კითხვების მიღმა. რა ყოფითი პირობები აქვთ პარლამენტარებს პარლამენტის აპარატის წევრებს რომლებიც არიან ძალიან კვალიფიციური მათ შორის ბევრი ჩემი მეგობარია ასევე რამა საყვარელიძის ისინი ძალიან საინტერესო და კარგი ადამიანებიან მათ თავი გამოიჩინეს ძალიან თავისი შრომით და რამდენადაც მე ვიცი რამდენადაც მესაუბრებიან მაინც და მაინც ესე სახარბელო მდგომარეობაში არის. აი როგორ ცხოვრობ და რა პირობები გაქვთ შრომისთვის? ბატონო მოგესალმებით პირველ რიგში თქვენ ბატონო ვასიკო მე ვესალმები ჩვენს ტელემაყურებელს გილოცავთ ყველას გილოცავთ აი ამ შესანიშნავ მოვლენას რასაც ქვია პირველ საქართველოს ისტორიაში ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილებასა და პირველი ახალ არჩეული არჩევნების გზით არჩეული მართლაც არჩევნების გზით არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას. ახლა რაც შეეხება თვითონ პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ყოფას ყოფითი მდგომარეობა საკმაოდ რთულია შემეძლია გითხრათ ბოლო ერთი კვირა აპარატის თანამშრომლები ფაქტიურად 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ იმისათვის რათა მიუხედავად ბევრი პრობლემისა ყოფითი პრობლემებისა ტექნიკური პრობლემებისა პარლამენტმა სრულფასოვნად მოახერხოს ფუნქციონირება და თავისი საქმიანობის წარმართვა თუმცა მინდა ხაზი გაუსვა რომ პრობლემები ძალიან ბევრია იმიტომ რომ თვითონ შენობა ბოლომდე რა თქმა უნდა გამართული არ არის შრომითი პირობების სრულფასოვანი არ არის იმისათვის რათა თავიანთი უფლებამოსილებანი მათ განახორციელონ სრულფასოვნად აგრეთვე პრობლემები არის საცხოვრებელის თვალსაზრისით იმიტომ რომ სამწუხაროდ როდესაც გადმოჰქონდათ პარლამენტი ქუთაისში არავინ არ იზრუნა იმაზე რომ რამოდენიმე ასეული ადამიანი რამოდენიმე ასეული აპარატის თანამშრომელი უნდა გადმოსულიყო ამ ქალაქში და მას უნდა ქონოდა საცხოვრებელი დღეს ეს ადამიანები ცდილობენ რომ იქირავონ ბინა დროებით მოეწყო რათა ქონდეთ ღამის გასათევი და დილას მოვიდნენ და თავიანთი შრომა და ენერგია დაახარჯონ პარლამენტს და მის გამართულ ფუნქციონირებას. ბატონ ზურაბ არის თუმცა მინდა ვთქვა ბატონ ზურაბ რამე დაკითხოთ მე რამდენად ვესაუბრები ხა ჩემ მეგობრებს პარლამენტის აპარატში მე ვთქვი უკვე რესტები არიან მათ თქვენ თუ არავით არის ფაქტურად არც ხელფასი არაფრით არის დანამატი არ იყო და არც საერთო საცხოვრებელი არ იყო რაიმე ნაზრუნები რომ ამ ბინის ხირაობისთვის დიახ ძალიან მნიშვნელოვან თემას ეხები თქვენ მე ცოტა შორიდან დავიწყებ ეს ალბათ გამოძახილია იმ პოლიტიკისა რომელიც ბოლო 8 წლის განმავლობაში ქვეყანაში ხორციელდებოდა თუ ავიღებ ჩვენ ხელისუფლების სამშტოს ეს არის კლასიკური დაყოფა ხელისუფლებისა და ჩვენთანაც ეს დაყოფა მოქმედებს ეს არის საკანონმდებლო ხელისუფლება აღმასრულებელი ხელისუფლება და სასამართლო ხელისუფლება ამ ხელისუფლების სამშტოდან შემიძლია თქვა რომ ყველაზე დაბალი შემოსავალი აქვს ხელისუფლების პირველ შტოს საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს და ალბათ ეს გამოწვეული იყო იმით რომ ბოლო 8 წლის მანძილზე დომინანტი იყო აღმასრულებელი ხელისუფლება და საკანონმდებლო ხელისუფლება მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებდა. მე მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებებას რომ პარლამენტის აპარატში მუშაობენ ძალიან კვალიფიციური ადამიანები რომლებმაც აქ გაატარეს შეიძლება ითქვას მთელი ცხოვრება მოვიდნენ უნივერსიტეტის თუ ინსტიტუტის
მაგიდიდან და მას შემდეგ 10 წლეულები აქ მუშაობენ, შრომობენ და იღწვიან იმისათვის, რათა საკანონმდებლო ორგანო აკეთებდეს მაქსიმუმს და საკანონმდებლო ორგანო იყოს უზრუნველყოფილი მატერიალური და ტექნიკური მხარდაჭერით. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია და ალბათ მისახედი იქნება მომავალი ბიუჯეტის განხილვის დროს, ესეც უნდა იქნეს გათვალისწინებული იმისათვის, რათა ხელისუფლების ამ შტოს თანამშრომლებსაც ჰქონდეთ ღირსეული ხელფასი და ღირსეული ანაზღაურება მათი თავდადებული შრომისა. რაც შეეხება ქირაზე უკვე მე მგონი გესაუბრეთ, ნამდვილად არავის არ უფიქრია ამ ადამიანების განთავსებაზე, ორგანიზებულად მოწესრიგებაზე ამ საკითხისა. ეს ადამიანები დიახაც თავიანთი ძალიან მცირე შემოსავლებიდან ხელფასიდან იღებენ ხარჯებს იმისათვის, რათა დაიქირავონ საცხოვრისი და აკეთონ თავიანთი საქმე. ეს მათი ენთუზიაზმი მისასალმებელია ერთის მხრივ, თუმცა მეორეს მხრივ შეიძლება ითქვას, რომ ენთუზიაზმზე ყოველთვის ვერ ვიქნებით, ამიტომ ეს საკითხი არის სასწრაფოდ მისახედი და გადასახედი ჩემისადმი. ბატონო ზურაბ, მე ასევე ახლა საერთოდ შეიძლება უხერხული თემა იყოს და ხელფასზე საუბარი არ არის მიღებული, თუმცა პარლამენტის აპარატის წევრები საჯარო მოხელეები არიან და აქ საიდუმლო არ არის. საშუალოდ მე დღეს ვერ საუბრობოდი, բայց საშუალო ხელფასი აღმოჩნდა აპარატის თანამშრომლების არის სადღაც 700 ლარი, შეიძლება ოდნავ მეტი და ამ ფარგლებში და ბინა მათ როგორც გამიცხადეს არის ესე 550-600 ლარი. ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს. შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ თითქოს რაწულმან თემებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ისევ ვიმეორებ, ეს არის ადამიანები, რაზეც დგას პარლამენტი და მათ გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული და ეს ხალხი აღმოჩნდა ხაერში დაკიდებული. რა თქმა უნდა, გეთანხმებით ბატონო ვასკო, საშუალო ხელფასი თქვენ ზუსტი ინფორმაცია გაგაჩნიათ, ბინებს ახლა მერყეობს 250-დან ზოგი ბინა 500 ლარი ზღვის, 600 ლარი ზღვის, მაგრამ რომ ავიღოთ 700 ლარი ამოსავალ წერტილად იმას რომ გამოვაკლოთ თუნდაც 250-300 ლარი არჩება ის თანხა, რომ ადამიანმა უცხო ქალაქში იარსებოს, აქ საუბარია კვებაზე, ჩაცმაზე, მილიონ ყოფითი პრობლემის მოგვარებას და არის უამრავი ადამიანი, რომელთაც ყავთ კიდევ ოჯახები, რომლებიც დატოვეს სხვა ქალაქებში, იგივე თბილისში თუნდაც, ხო? იმისათვის, რათა წამოსულიყვნენ აქ და თავიანთი საქმე ეკეთებიათ. რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზული პრობლემა, თუმცა მე ისევ გეუბნებით, ენთუზიაზმს მატებს ის, რომ აპარატი არის ძალზედ მოტივირებული, ძალზედ პროფესიონალური კადრებით დაკომპლექტებული, ძალზედ მაღალი პასუხისმგებლობის გზნობით აღჭურვილი ადამიანები და მიუხედავად ამ სერიოზული პრობლემებისა, ისინი, ესე იგი, 24 საათიან რეჟიმში დაუღალავად შრომობენ იმისათვის, რათა საკანონმდებლო ორგანო ვიფუნქციონიროს გამართულად. თუმცა ისევ და ისევ ვიმეორებ, ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელსაც უნდა მიეხედოს და გადაიჭერს. თუ ჩვენ გვაქვს იმის სურვილი, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება იყოს მართლაც ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შტო და განახორციელოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უმნიშვნელოვანესი ფუნქციები. ბატონო ზურაბ, დიდი მადლობა. ამავე დროს მე ვფიქრობ, რომ ეს თქვენი ამ რანგში პირველად წარუდგეთ მოსახლეობას, ეს ხშირად იქნება. მე მინდა თქვა, რომ ვის თქვენ გიცნობთ, ესე იგი გამოირჩევა რამას ბატონო ზურაბი თავის პროფესიონალიზმით და გულისხმიერებით, დარწმუნებული ვარ აქ ასე. ასეთი იყო ძველი პარლამენტის. დიახ, და აქ დარწმუნებული ვარ, რომ ესე ვთქვათ, ეს იქნება გადაჭრილი და მე უფრო გადაიბის და დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ პარლამენტარების პირველ რიგში იზრუნებენ სწორედ ამ ადამიანებზე, რომელთაც მართლა თავდადებით მთელი წლების განმავლობაში ემსახურებიან, რაზეც შეიძლება ადამიანებს ჰქონდეთ პრეტენზია პარლამენტარების მიმართ, მაგრამ რამაც დამეთანხმი ვერ ექნებათ პრეტენზია აპარატის მიმართ, რომელიც მართლა პროფესიონალი იყო და მე დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცნაირად ეს გადაიჭირება და მე მინდოდა სწორედ ესე ამით დამეწყო, რომ დაახლოებით მოსახლეობამ და ადამიანებმა იცოდნენ თუ რა პირობებში არიან ის ადამიანები, რომელიც მართლა ესე ვთქვათ რეკლამის მერე გავაგრძელოთ, იმიტომ რომ ადამიანებმა არ იციან რა მნიშვნელოვანი რამეა აპარატი. გასაგებია. რეკლამა და რეკლამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს. გრძელდება კონსილიუმი, ჩვენი სტუმარია ფსიქოლოგი, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. ჩვენ მეგობრები ვართ, ამას ჩვენ შევხედეთ. ახლა გარდა იმისა, რომ იქ ჩვენი ახლობლები არიან, მეგობრები არიან და რას ძიმე დღეში არიან და ხეს ჩვენთვის სულერთი არიან და თითქოს რაღაცა საუბრობდით რაღაც მაღალ მატერიებზე და უცებ ადამიანები აღმოჩნდნენ, კვალიფიციური ადამიანები, რომელთაც შრომის მეტი ესე ვთქვათ, არაფერი არ უკეთებია და უცებ აღმოჩნდნენ პირდაპირ მნიშვნელობით მე ვესაუბრებოდი ზოგი ნათესავთან არის, ზოგმა 4 სადღაც ათევს, ზოგმა უბრალოდ არ იცის, ჯერ კიდევ ვერ მოყვალიან და იმიტომ რომ ეს ფული არ ყოფნის. ეს ერთი მხარეა, რა საჩვენებს ეს, რაზე მეტყოლებს ეს ყველაფერი. თან არ დაგვავიწყდეს, რომ ახლა ზურაბი იყო ადრინდელ პარლამენტებშიც და
პარლამენტი რო ეხურებოდა, მე გამოდიოდა გარეთ. ანუ უზარმაზარი თუ პატიოსნას იშრომებდა ბრწყინვალე პიროვნება შრომაშიც ეს აიბედო ხელში აპარატი, მაგრამ ხელში რა აქვს სხვა საქმეა. პარლამენტი უფრო დიდი დატვირთვის მქონეა, პარლამენტის აპარატი ვიდრე თვითონ პარლამენტი. დასაკვირველია. ყველა კანონი მზადდება აპარატის მიერ. იმიტომ რომ ეს პოლიტიკოსები მიდიან, მოდიან, სპეციალისტები დარბაზი ცარიელია, სადღაც წავლენ, არავინ არ აკონტროლებს, ამათ აქვთ ციხის რეჟიმი ფაქტობრივად. ამათ აქვთ ციხის რეჟიმი, ურეგლამენტო რეჟიმი, როდის თავდება მაგათ სამუშაოდ რაღაცმა არ იცის და უმაღლესი კვალიფიკაციის მოთხოვნა. წერტილმძიმე არ შეიძლება შეეშალოს, იმიტომ რომ კანონთან აქვს საქმე. აი ასეთი საპასუხისმგებლო საქმეზე ხელმოკიდებული ადამიანები ჩავარდნენ. რაზე მეტყველებს ეს? საქმეზე ორიენტაცია საერთოდ არ იყო. საქმეზე ორიენტირებულ ადამიანს შეიძლება პარლამენტი ქუთაისში გადაეტანა და გაეწყვიტა მთელი კავშირები პარლამენტში. თვითონ ქუთაისშიც კი მემჩება შტაბ-ჭირება, რომ უბრალოდ პარლამენტი უკვე გადადიოდა ესეთი მსუბუქი ნოტარიუსის მდგომარეობაში. აქ ტელევიზორში ნახავდა მოსახლეობა გახსნას და აიმედ დამთავრდა. კი, არა, საერთოდ რეალური სამუშაო პარლამენტში არ იქნებოდა. არც კანონშემოქმედებითი, არც მთავრობასთან ურთიერთობის მხრივ, იმიტომ რომ ამ ურთიერთობას ხო ამ სივრცეს გადალახვა უნდა ქუთაისსა და თბილისის შორის. ანუ მთლიანად იყო დაშლილი სახელმწიფო მანქანა რა, მექანიზმი. და მე მგონი არ იყო ეგ შემთხვევით. ხო, რასაკვირველია ეს მგონია. ახლა მე მივდივარ დღეს შენ ჩანაწერებს კითხულობდი ინტერვიუს უპროფესორად და ნუ ყველა ამაზე ვფიქრობთ ახლა. ერთის მხრივ ჩვენ უყურებთ თუ ამას ომახიანი ქვია არ ვიცი, ან შეიძლება მე არ მეომახება, მაგრამ არ მეომახიანება უპროფესორად თუ შეიძლება ბატი გავონათქვამე, მაგრამ ნუ თვითონ ცდილობენ ესე დაიკავონ. მეორეს მხრივ უყურებ რომ დღე ერთია და თითო ადამიანი იტყვიან გურულები მინიმუმ თითო ჩვენ ხო კიდე ვიღაცა გვტიებს ესე იგი და რაღაცა და ეხლა ახაც ეპისტოლარული ჟანრი შემოვიდა და დღეს ჩვენ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ მე რაღაც დაწყვეტებისგან წავიკითხო და ესე გაჩნდა რომ თავდაცვის მინისტრმა მოვალეობის შემსრულებელმა შემოგვითვალა წერილი და გითხრა თქვენი დიმა გენერალური მდივანი ამავე დროს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი თუ რაღაცა ესე იგი წავიდა და პოსტის მიღების მეორე დღეს ხო წავიდა ორი დღით რა და იმ შემდეგ ნუ ყოველ შემთხვევაში ველით ეს მოუთმენლად მაგრამ არ არის რა პროცესებიც ამავე დროს ეს პარტია პერიოდულად გვპირდება რომ აუცილებლად მოვა ესე ვთქვათ გუში დაგვაიმედა პრეზიდენტმა რას პროცესთან გვაქვს საქმე და როგორც ჟურნალისტებმაც მითხრეს რეგიონებშიც სულ ავრცელებენ ამ ვერსიას რომ აბა მაგრად იყავით ჩვენ მოვალთ და ამ დროს ხალხი გარბის შენთან დაჩი იყო ხსიანთ და ცაგურია და იმან აღწერა ციხიდან როგორ გარბიან უკვე თვითონ ციხის თანამშრომლები პატიმრები ციხეში არიან და თანამშრომლები გარბიან ну ეგეც რეალობა ალბათ იშვიათად გვინახავს მე გავწყვეტილად ეს ვაგონებს მე რაღაც ფილმს ახლა მე შეიძლება კრეპსი და რაღაც დაწყვეტებს სადაც აი უფროსი გენერალიტეტი უნება ჯარისკაცებს სწრაფა მაგრად იყავით ეს მოც გაამაგრეთ დიდიან ჯარისკაცებიც მიმოიხედავენ და შემდეგ ესე თქვა სცენარიზმში იგივე არის 2008 წლის ომში იგივე არის ხო გენერლები გამოიქცნენ და ჯარისკაცები დატოვეს არც უთქვიათ რომ უკან ვიხევთ ასე რომ მე მგონი პრაქტიკულად მათთვის წაგებული ომის ფინალია. ოღონდ სამწუხარო ისაა, რომ ამდენ თანამდებობის პირს ესეთი მდგომარეობა აქვს, რომ თუ არ გაიქცა ეშინია. კარგი რამას. ეხლა ამჯერად უშუალოდ შენი რაც რითაც პოლიტოლოგ როგორც პოლიტოლოგს ვიდაკითხო ერთი მხრივ თუ გვარდიდან შეხედავ და თუ თქვა ესე იგი ჩამოვედი მე უცხოეთიდან და შევხედე ამ პარლამენტს თითქოს ყველაფერი რიგზე ერთი მხრივ არის უმრავლესობა კოალიციური მაგრამ უმრავლესობა მეორე მხრივ არის უმცირესობა და ნუ იქ არის დაახლოებით 50 წევრი არ ვიცი დღეს კიდე თუ ვინმე დააკლათ აქაც საინტერესო პროცესი მიდის როგორც კი პარლამენტის თავმჯდომარე ესე ვთქვათ დამტკიცდა და იმ წუთშივე დაიწყო უმრავლესობა მზდა იმიტომ რომ პარლამენტის თავმჯდომარე თუ არ ვხვდები 88 ხმა იყო და შემდეგი უკვე 92 ხმა უკვე უერთდებოდნენ და ასე შემდეგ ეხლა მაგრამ ერთი მხრივ თითქოს ოპოზიცია მეორე მხრივ როგორ ეხლა თავი არ მოვიტყო ტენდენცია რამდენად ძლიერია ოპოზიცია რომელსაც ხალხის მხარდაჭერა, მოსახლეობის მხარდაჭერა თანდათან თქვა რეალობა რომ მიდის კატასტროფულად ქონდა. დავითვალოთ.
პოლიტიკური ძალის რესურსი რა არის? ერთი ხალხი და ხალხი აკლდებათ ყოველდღიურად თან წამყვანი ფიგურები. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები, რომელიც სიმბოლოს როლს ასრულებდნენ, ისინი მიდიან. შესაბამისად მოსახლეობის დამოკიდებულებაც და ნდობაც ბუნებრივი იქ ათასობით ეცემა, აქ თუ ერთი აკალდება. აქ ერთი გაქრება, იქ ხო, ახლა ესე გაწყვეტება და ინტერაქტიული რეჟიმში ხა ადამიანი იფიქრებს, რომ ხა თუ ადეიშვილი გარბის და შაშკინი გარბის და მერაბიშვილი გენერალური დივანი, ესე ვთქვათ. მე რაღა მინდაო, ხო? ხო. ვის უნდა შეეწიროს, უკვე გაუგებარია ერთი კაცი რჩება ფაქტიურად. არის ნდობის რესურსი, რაც მოსახლეობაში ნდობის რესურსი როგორიც იყო. ეს 40% რეალურად ხო არ ასახავს, ეს მოპარული 20%-ია როგორც მინიმუმ, ხო? და ის 20%-ში რამდენი იყო შეშინებული, ეს პირველ საკითხია. ისე რომ რეალურად ნდობის რესურსი არ აქვს. არის ფინანსური რესურსი, რომელსაც ვერ გამოიყენებენ იმდენად ჯუჭყიანი ფინანსებია, როგორც ჩანს. ეს ერთი, მე ვფიქრობ, იცის არ ჩავაგდოთ, რომ საკუთარი ჯიბიდან ნაკლებად ვინმე მომოიღოს. არ უყვართ ხო ჯიბიდან. პარტიის დასაფინანსებლად? კი, ეგ განმასხვავებელი ნიშანი აქვს. ივანიშვილი იყო ჯიბეში ხელს, ესე ამა ჯიბე მოძებნილი არ აქვს. რომ რა რესურსი დარჩემეთ? ხო, აი მე ვფიქრობ, რაზე შეიძლება მე მართალი გითხრათ, მიუხედავად იმისა, რა ამბობენ რაღაცნაირად, გუშინაც უყურებ თითქოს ერთი ორი შევხედე გაბრაზებული სახებით იჯ და მე აი ეს მაინტერესებს ეს ვიდა კითხვა, რა არის თუნდაც ის იდეა კი არა. აი რაღაცა იდეა არა, რაღაცა საქმე წერტილები, თქვა რომ ჩვენ ამ მაგრამ გუშინ გამოდიოდა ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე, ამიტომ ჩვენ რაღაცა ვიქნებით კონსტრუქციული ბოლომდე რა თქვა, მართალად გაუგებარი დარჩა. რა პოლიტიკურ საქმე შეიძლება მათ თქვა? და რაც შეეხება კონსტრუქციულობით შეამაყეს, ისევ და ისევ მინდა ხაზი გაუსვა. ნუ როგორც ჩანს, მადლობებმაც მიგვანიშნა მაგაზე დათოს და კობა დავითაშვილის მადლობებმა. როგორც ჩანს, დასავლეთმა დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ ასე კონსტრუქციულად დასრულებულიყო ეს პროცესი. ესე იგი, დასავლეთი ეს არ არის მათი აქტივი. აბსოლუტურად. დასავლეთი თავის პოლიტიკური ზეწოლით და ალბათ დასავლეთი იმ სამხედროებითაც, რომელთაც გამოჩნდა ეკრანს. ასე რომ, მათ დასავლეთის რესურსიც არ აქვთ. არ აქვთ. და რამაც ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელზეც შეიძლება თუ 1-3 წუთი გვაქვს არ გვეყოდრო, მე მინდა რომ გადავიდეთ შემდეგ ბლოკში სამ კითხვით. ერთი, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა გდება პოლიტიკური სფეროდან, გდება, არ ვიცი ხა რა სფეროდან ჩავთვლით. არის გონივრული ეჭვი, ძალიან გონივრული ეჭვი, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულ დანაშაულებების მოსკვენი შეიძლება გავხდეთ. ამაზე ჩვენ მეორე ბლოკში ვისაუბრებთ, მაგრამ ისედაც ვიცი თუ ამრავი რამ ვნახეთ, მაგრამ ბატონმა შაშკინმაც ჩვენმა დიმამ, როგორც თვითონ ესე დაგვიბარა, მიგვანიშნა, რომ გაუგონა რამებს გაიგებთ ჩემზეო და არ დაიჯეროთ, თუმცა ჯერ გავიგოთ და მერე შევაფასოთ. ისეთები ვნახეთ ჩვენ რომ და მე მინდა სანამ ჩვენ ამ ჯგუფს თუ ადამიანებს განვიხილავთ, საბოლოოდ დავუსვამთ, ესე ვთქვათ, თუ ეს ოპოზიციური პარტია ხომარჯობია, გარკვეულწილად იყოს პოლიტიკური პაუზა, დავინახოთ აი ეს და გავიაროთ ეს დადაშაულებები თუ მათი საქციელები და აი ამის შემდეგ მოხდეს შეფასება მათი პოლიტიკური თვალსაზრისით. აი მაგის მაგის გამოა რომ აუცილებელია ეს ხიდაშელსეული საპარლამენტო კომისია. იმიტომ რომ ჩვეულებრივი რაზედაც შეედავა კუბლაშვილი, მაგალითად ეთერში კუბლაშვილი ნახე. და არ უნდა ოპოზიციას ახლა ამ კომისიის შექმნა. ჩვეულებრივი სამართალდამცვითი ორგანოები პარლამენტარებს ვერ დაკითხავენ და პარლამენტარებთან საქმეს ვერ აწარმოებენ. ეს მაღალი პოლიტიკური რანგის ფიგურები არიან. გაიხსენეთ, საპარლამენტო კომისია კითხავდა ამერიკაში პრეზიდენტსაც კი იქ არის ის დონე, სადაც უკვე დაცვითი მექანიზმები მოხსნილია. ისე რომ ძალაუნებურად საპარლამენტო კომისია გვაიძულებს, რომ აქ მყოფ პოლიტიკურ ფიგურებს სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოვთხოვოთ სწორედ პოლიტიკურ დონეზე. და ერთი კიდევ ეს ერთმანეთს შეერწყმება. ერთი კიდევ თავარი მოლოდინი, ალბათ რითაც გაიბარჯვა უცლებამაც, კი ბევრი მნიშვნელოვანი პოზიცია იყო, ეს იყო სამართლიანობა, თავარი მოტივი და ხომ არ არის ის, რომ კი არ შეეწინააღმდეგო საგამოძიებო კომისიას
არამედ პირიქით შეიძლება ხوارდა შევხედოთ ისე რომ უმცირესობის ამ შემთხვევაში ინტერესებშია ნაციონალური მოძრაობის საგამოძიებო კომისია, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ სწორედ ეს აჩერებს ადამიანებს, რომლებიც განუწყვეტლივ მოითხოვენ სამართალი და ეს ადამიანები რომ აღარ არიან 6 თვის შეშინებული ადამიანები, მე მგონი ახლა ეს თვალსაჩინოა და ესენი რომ არავის არ შეეპოვებიან. ესენი იცდიან სამართალს. პრეზიდენტს დახვდნენ. ასე რომ აი არ დგას ეს საკითხი მე მგონი ეგ საკითხი კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკეთება, გეთანხმებით აბსოლუტურად. ოღონდ მე მგონი უკვე თითოეული პიროვნება წყვეტს თავის ბედს ფაქტიურად დღეს. საპარლამენტო ოპოზიცია ეს ჯგუფი მე მგონი უნდა დაფიქსდეს თითოეული მათგანი. ბევრი მათგანი ალბათ არ არის ჩართული სამართალდარღვევებში. იურიდიულ პასუხისმგებლობაში. ხო, არ იქნება იურიდიულ პასუხისმგებლობაში. ვინც იყო საიურიდიულო პასუხისმგებლობაში, ის გაიქცა უკვე. ისე რომ თუ მათ გადარჩენა უნდათ, მე მგონი თვითონ უნდა შეუწყო ხელი აი ამ საქმის წარმოებას. პიროვნულად თუ უნდათ მათ გადარჩენა. აი კიდევ ერთი რეკლამა მოვიდა, თუმცა ისეთი რბილა შეგეკამათებოდი, თუმცა მათ თვითონ იციან უკეთესად საქმე და ესე თავისი საქმე და ესე იოლად თუ ვიტყვით რომ არიან ჩართულები თორემ მათ თვითონ იციან თავისი საქმე და ნუ ესე ვთქვათ დანარჩენი გადაწყვიტო. დანარჩენი თავად გადაწყვიტო. ყოველ შემთხვევაში ესეთი იოლი მოლოდინი მე არ ვიტყოდი ელემენტ ანალიზი აჩვენებს რომ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება და რა კარგად იქნება ყველაფერი. არ შეიქმნება საგამოძიებო შეიქმნება, მაგრამ თუ არ შეიქმნება საგამოძიებო კომისია, ჩვენ ვნახეთ ის დერეფანი, რაც პირველ დღეს ესე ვთქვათ იქნა გამოწვეული. და ალბათ ის დერეფანი გაფართოვდება. რბილი ვარიანტია იმისა რა. არა, დაგრძელდება და დავიწროვდება. რეკლამა და რეკლამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს. გრძელდება კონსილიუმი, რამას საყვარელიძეა ჩვენი სტუმარი, რამას. მე ხა დღეს ალბათ ავანტყოფი ვინ არის? ავანტყოფს ახლა ვნახავთ, ესე იგი ვინც არის და თან სერიოზულად და დღეს გავრცელდა ახალი ეტაპი დაიწყო ჩვენ ესე ვთქვათ საქართველოს ცხოვრებაში და ჩვენი გაქცეული მინისტრები გადავიდნენ ეპისტოლარულ ჟანრზე და თან ესე გზებზე წერილებს წერენ, რომელიც გარკვეულწილად ერთი სხვარიან ადეკვატურობას მოწყვეტილები, ხა თასი წიში ვეთქვათ, მაგრამ მიუყვეთ. და მოკლედ შაშკიმა ამით გავიგეთ, რომ ის უკვე ნამდვილად დაგვიდასტურა, რომ წავედიო და ესეთ რაღაცას წერს მაგალითად. ბევრ რაღაცებზე საუბრობს ერთო რაწყურს აიკითხა, ვისაც არ აქვს საკითხული, ალბათ დღეს საღამოს არავინ აღარ დარჩება, რომ საკითხული არ ქონდეს და ალბათ ახლა გახშირდება სხვადასხვა. უკვე ამან სტილი ესეთია. თქვენი დილა ბოლოს ესე მთავრდება, ვინმეს არ ეგოროს რომ ხუმრობა ესე და თანდათან ნახავთ მე სხვადასხვა სახელებს ვთვლი, მაგრამ თუ ძალიან ბევრს გააშაყირებს, შეიძლება მე მოეწეროს რომ იქ ჩემი დაწერილი არ არის. ესე წერს რომ რასაც დაკვირდით თუ დაგვეგმოდა იწყება ვთვლი, ასე იწყებს და მე სხვა შორის აქვე მინდა რომ უჩიო ბატონ დიმას და იქვე მოსახლეებს ვიც ურჩევენ რომ საერთოდ მიმაჩნია არის ქართულში ვთვლი არის რუსული კალკი, ჩიტაიო დამთხ რუსული არ უყვარდათ. დებით უსწორებ. ვთვლი რომ საქართველოს ემსახურებიან საუკეთესო ოფიცრები და ჯარისკაცები. ეს ჯარს მიმართავს ამ ნაწილში. სწორედ ამიტომ პრიორიტეტად დავისახე მათზე ზრუნვა. ჩვენი მთავარი დევიზი არ ვჩვიდობიან დროს და არც ომში არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ. დაედო საფუძვლად ახალ 3T კონცეფციას. მე არ ვიცი ეს 3T კონცეფცია რა არის, მეკითხე შენ ამიხვდა. ადამიანს ეს რომ მთავარი დევიზი არ მივატოვო. თან უკვე მას მერე რაც მიატოვა. მას შემდეგ რაც მიატოვა და სხვათა შორის მიატოვა ოფიციალურად თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შესრულების სტატუს მომენტშია და მას ეს კიდევ რამდენი დღე ექნება კაცმა არ იცის და ამას რა ქვია რა მას ახლა ბევრი გადაჭარბების გარეშე შენ უკვე შესაძლებელი დროს ახსენე დეზერტირობა ქვიაო ამას ქვია იგივე დეზერტირობა რაც ცხინვალის ომის აწეხსენებული ცხინვალის ომის დროს იყო როდესაც უფროსებმა მიატოვეს ჯარი რამე რომ მომხდარიყო ახლა საზღვარზე ღმერთმა დაგვიფაროს პასუხისმგებელი ვინ იქნებოდა ან მოხდეს ხო ნუ სანამ პასუხისმგებელი პირი დაინიშნება და აი ესეთ საქციელზე ვთქვათ, როდესაც მაინც აიყინჩათ ისმის ეს საუბარი და ძალიან დიდი მიღწევებია ჩვენ აი ახლა მაგალითად წესით პრეზიდენტმა უნდა ძალიან კაცრი შეფასება მიცეს ამ ფაქტს წესით იმიტომ რომ პრეზიდენტი არის ალბათ მაგას ვფიქრობ, მაგრამ ხوار უნდა მიცეს საკუთარ საქციელს ესეთ შემთხვევაში ამასაც გინდა შეაფასე და გინდა გადააფასე ადამიანმა მიიღო გადაბას წერს რომ მე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს და მე მართალი გითხრათ ეს არ არის ის ვარიანტი როცა დეგოლმა მიიღო გადაწყვეტილება და საფრანგეთი დატოვა და ამითი მან ოკუპაცია ესე ვთქვათ არ აღიარა მან პოსტიდან
მოიხსნა საკუთარი თავი, მიიღო ესეთი გადაწყვეტილება და გადაწყვეტა დღეიდან მე ვარ დეზერტირიო, ესე ვიქნებიო, ესე ვთქვათ, და ეხლა ესეთი რამე ამაყოს და ამავე დროს გვითulis ესეთ წერილებს მე მოსახლეობა ვისაც ჯერ კიდევ არ წაუკითხავს და მე არ ფიქრობ რომ ბედნიერი გახდება მაინც და მაინც ის ადამიანი ვისაც ეს არ წაუკითხავს შაშკირია მოსავს პირადად შევთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქუჩაში შეხვედრისას ხალხი მადლობას მიხდი და იმისთვის რომ ჩემი სასჯელ აღსრულების მინისტრობის დროს შემცირდა ძალადობა და სიკვდილიანობა სისტემაში. აი ამას წერს დღეს 20 დღე არ არის გასული ის რაც ადამიანებმა ნახეს რა ხდებოდა სასჯელ აღსრულების სისტემაში. ეს რა არის ხა ცინიზმია? მაგაზე გეტყვის რა სახალაიას ხელში ხდებოდა. შემცირდა სიტყვა. მაინც გულისხმობს მაგრამ მინიშნებას რომ ჩემ ხელში ყველაზე კარგად იყო. და ხო არ იქნებოდა მე მაგალითად შევთვის ვიფიქრე ესეთი რამ რომ არ არის ამ სასჯელი რაბეს მაგრამ აი ადამიანს რომელსაც მნიშვნელოვანია რომ ქუჩაში შეხვედრისას ხალხი მადლობას უხდიდა რომ ეს ადამიანი რაღაცა ძალით რომ ჩამოვძანდეს და მას მიეცეს საშუალება რუსთაველზე ესე ვთქვათ გასეინობის მერე ესე ვთქვათ მარჯანიშვილზე და ასე შემდეგ ქუჩებში რომ ისეინოს საინტერესოა როგორ შეხვდება ხალხი და კარგი ამის საკითხი გარკვეულია და ტელევიზიაში იქნებ დარეკონ იმ ხალხმა რომელიც მადლობას უხდიდნენ საინტერესო არსებობენ საერთოდ ვინ არიან და ეხლა მაინც აი ეს აწובה თუ არა პოლიტიკურ პასუხისგებლობად იმ 50 ადამიანს რომელიც ჯერ კიდევ ესე იგი ნარდარად იღებება ამ პარლამენტის დარბაზში აი ამის ადამიანი რომელიც თავს და განსაკუთრებით იმ პირველ პირს რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტიც არის ყველაფერთან ერთად მისი პასუხისგებლობაა წესის პრეზიდენტმა უნდა შეაფასოს მკაცრად ეს ნაბიჯი კარგად ამოსნახეთ ყოველთვის ვიამაყებ იმით რომ მქონდა შესაძლებლობა მესწავლა ზურაბ ადეიშვილისგან და მეწოდებინა მისთვის მეგობარი და რა ისწავლა ესე ვთქვათ რომ ეწყობა გაქცევა ზუსტად ჯერ ადეიშვილი გაიქცა და მე ეს გაყვა ისწავლა მერაბიშვილიც იგივე ალბათ იგივე იმიტომ რომ კაცი ორ დღეში უნდა ჩამოსულიყო და ჯერჯერობით არჩა და ბოლო მე რამაც დიდი არ გავაგზავნებ როგორ ფიქრობ შენ რა არის ის კრიტიკული წერტილი როდესაც შეიძლება დადგეს გადაჭარბების არ ვინ აი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ნიუბერგი პოლიტიკური სასამართლო იყო იურიდიული როდესაც ეს უკვე თქვათ გამოცხადდა რომ სიამბლეში ეს არის ერთი განდობილთა ცუდად განდობილთა ერთმანეთში წრე რომელიც არის მანკი დადაშაულებრივი კავშირით ერთმანეთში შენ კითხვი რომ შეიძლება პიროვნულად თუ შეიძლება აქ უფრო დიდი ცოდნა არსებობს და ახლა აქ რაღაც მოდელია რომ ახლა და ჩვენ უნდა ვისმინოთ ესეთი მოდელი ოპოზიციაში დარჩება რაღაც 30 ადამიანი პარლამენტში და ისინი იძახებენ რომ ჩვენ არ ვიცოდით არ შეგვოდა ადეიშვილი არ ვიცოდით იმიტომ რომ თუ სამართალმა ამოწია ესეთ სურათი რომ რაც ციხეზე მოხდა ციხეზე ხო ყველამ დაიწყო იმის სახელი რომ არ ვიცოდით ვერ ვიპოვეთ ადამიანი რომელიც იტყოდა ვიცოდი ერთი ახალაია გამოვლინდა დღეს ერთ ადამიანმა მითხრა ხო არ არის ესეთი მოდელი რომ ამას თანდათან შემოესეთ ვარიანტი რომ აქ არის პრეზიდენტი რომელსაც ჩვენ კი ვიცით რომ რაღაცა იცოდაო მაგრამ თუ მოხდა რომ შუა რგოლი ანუ უშუალო გარემოცვა გაიპარა ეს დაბალი პატარა ესე ვთქვათ პასუხისმგებლო არამზადები იტყვია რომ ჩვენ არ ვიცოდით ხო ჩვენ თუ იდეალები გვწამდა და აი შუაში ადეიშვილმა აი ეს და იქნება ამ 4-ზე დაბრალება მე გარდა ხო რა თქმა უნდა ამ 4-ზე დაბრალება იქნება მე ამ 4-ის თუ 5-ის თუ ალბათ ანუ არ იცოდა ანუ ჩვენ ვიქნებით სიტუაციაში როცა ეს 4 ადამიანი შვებოდა ის 5 და თანდათან იმ გარემოცვიდან მიდიან და ეს არ იცოდნენ არც ქვედა ფენებმა და არ იცოდა არც პრეზიდენტმა ეს მოდელი შეიძლება იმუშაოს ხო მაგრამ მეორე მხრივ თუ კი დანაშაულები დამტკიცდა ნაკლებად საეჭვოა რომ ვერ მოახერხოთ დამტკიცება ეს ყველა ხალხი გაქცეული უკან ჩამოვა ინტერპოლით ისე რომ საზგარბიან გაუგებარია კი ბატონო ერთი წუთი რჩება და არის გასაკვირველია ინტერპოლი და მე არ მგონია რომ ამათ პოლიტიკური თავშესაფრის საფუძველი ქონდეთ რომ მათ არავინ არ დევნეს თვითონ პირიქით არავის საფუძველი არა ჩვეულებრივი არჩევნებით არა პირიქით ხოცებით ბოდი შეასრულე მინისტრის მოადგილეობა მაგრამ ერთია მე სხვა კითხვა მაქვს თუ ჯერჯერობით ამ მოდელით მიდიან ესენი რომ ეს ადეიშვილმა იცოდა სხვადასხვა გუშინ თუ გუშინ წინა ბენდუკიძე ბრძანებდა რომ მე ეს არ ვიცი მე ეს არ ვიცოდი ისე მაგას რა უთხარი რაც მაგად იცოდა და იცოდა ეხლა იქ დაიბირყვა ის ჟურნალისტები და მე ეს არ ვიცი ესე იძახებენ მაგრამ ესეთი კითხვა ხო ჩდება და მოდი მე იტყვენ ეს ადეიშვილმა იცოდა ეს შაშკილმა იცოდა ეს ახალაიამ იცოდა ეს არ იცოდა პარლამენტში გამო მაგრამ ერთი რა საჭიროა მაშინ ესე ვთქვათ რა პოლიტიკურ პასუხისმგებლობა თუ ეს პრეზიდენტის იტყვის და დაუჯერებთ რომ მანაც არ იცოდა
გასაჭიროა ესეთი პრეზიდენტი, ან და ესეთი უმცირესობა. აი ტაძრის არ იყოს. ციხისცემებზე რო თქვა, არ ვიცოდიო, ეგ რეაქცია იყო კი, მაგრამ რასაჭიროა პრეზიდენტი, რომელმაც ციხეში რა ხდებოდა არ იცოდა და თუ მის უშუალო გარემოში და ბოლოს 10 დღის წინ, 20 დღის წინ, 22 დღის წინ იუსტიციის სასახლე რო იხსნებოდა და იმის პერესაცობია ქუჩაში ესე იგი კარგად რო დაგეგმეს, მან თქვა რომ აი ჩვენო მაგათო მუმიები და ისევ დაიწყო ეს თავისი ესე ვთქვათ ეს ცნობილი ეს ენამჭევრობა და აი აქ არისო უნდა ადეიშვილმა აშენოს ეს საქართველო, იქ იყო ქალბატონები დასახელებული, აღარ ვიტყვი გონი შაშკინიც იყო დასახელებული, მერაბიშვილი იყო დასახელებული, ასე შემდეგ და ანუ ის ასე თუ მწარედ ცდებოდა. მე მარტივად ვამბობ ესეთი პრეზიდენტი უნდა გადადგეს თუ არა თუ ელემენტარული პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს ან ადამიანურად სინდისი. თუ მას იტყვის რომ ესენი არ ვიცი რომელსაც გაიქცევა სამი მთავარი მინისტრი. სამი მთავარი და მისი გუნდის ისტორიაში რა შვებოდა ხოლმე ასე დროს მთავარი ისინი მე არ ვგეუბნები ძალიან ღირსეულები რა შვებოდა მე გეუბნები საშუალო ღირსების მმართველები. ისტორიკოსი გაყოლება და იტყვის რა შვებოდა მაგრამ ნებისმიერი დღევანდელი ცივილიზებული ქვეყნის წარმომადგენელი უკვე დიდი ხნის გადამდგარი იქნებოდა დაგროვილი უკვე იყო საკმარისად. რაზე ვლაპარაკობთ ხოლმე? გადამდგომი პრეზიდენტი არ არის, მაგრამ მოვთხოვოთ შეფასებები, მოვასვენებთ, მოვთხოვოთ თელმა მედიამ. აი გაიქცა მომქმედი მინისტრები, ხო? მოვთხოვოთ პრეზიდენტ შეფასება, იმიტომ რომ ეს მისი მინისტრებია. მოვთხოვოთ პრეზიდენტ შეფასება. რეკლამა და რეკლამის შემდეგ იქნება ბატონი პაატა სურგულაძე და ჩვენ უკვე ვისაუბრებთ პარლამენტარიზმის ტრადიციებზე საქართველოს. ჯერჯერობით მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა. და ბატონ პაატას დაუსვა და მიუხედავად ამისა ჩვენ ძალიან ვიტყვენ ამ ჭირში და ცეცხლში ძალიან საინტერესოდ მაინც აღმავლობის გზით ვდივართ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ამისი. ნამდვილად ესე უკვე. 7 აღმავლობის გზა. დანარჩენი ბატონი პაატა. რეკლამა, დიდი მადლობა რამოს. დიდი მადლობა. ძედება კოსილიუბი და კოსილიუბის სტუმარია მე ძალიან მიხარია პაატა სურგულაძე პროფესორი ისტორიკოსი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიის მკვლევარი და სწორედ დღეს ოდესაც მთელი საქართველო ესე ვიტყვი ამ იმედით უყურებს ამ ახალ პარლამენტს და ბევრი რამ თითქოს ახალი იწყება მართლაც თითქოს კი არა პირდაპირ ახალი იწყება მე ჩავთვალე საჭიროა რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ პაატა ქართული პარლამენტარიზმის სათავეები რამაც აქ ამოგვიყვანა დღევანდელ დღემდე როგორ ვითარდებოდა ეს ყველაფერი სიამოვნებით მოგახსენებთ მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. პირველ რიგში რა მინდა აღვნიშნო. 2012 წლის ოქტომბრის თვე ოქროს ასოებით შევა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში. ქართველმა ხალხმა ყოველგვარი ძალადობის, რევოლუციების და ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მოახერხა თავის ქვეყნის ისტორიაში პირველად არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა და შეიძლება ითქვას მან დემოკრატიის საკმაოდ რთული ტესტი ძალიან ღირსეულად ჩააბარა. ამით მან მთელ სოფლიოს აჩვენა და დაუდასტურა, რომ ეგრეთ წოდებული ტურბულენტობის ზონა, ანუ ტურბულენტობის ხანა მის პოლიტიკაში, ყევების ხანა უკვე წარსულს ჩაბარდაო, ანუ უკვე განვლელი ეტაპია. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ პარლამენტარიზმს. საერთოდ პარლამენტი წარმოდგება სიტყვა ფრანგული სიტყვისგან parler, რაც ლაპარაკს ნიშნავს და რაც თავიდანვე მიუთითებს, რომ ეს არის ადგილი, სადაც საუბრის, ლაპარაკის, მოლაპარაკებების გზით, შეთანხმებების გზით უნდა გადაწყდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემები. რაც შეეხება თვითონ პარლამენტარიზმს, მის სამშობლოდ ინგლისია აღიარებული და მის ფუძემდებლად ითვლება გრაფი სიმონ დე მონფორი, იგივე გრაფი ლესტერელი, რომელიც ოქროს ასოებით არის ჩაწერილი მართლაც ამ პარლამენტარიზმის ისტორიაში. სანამ მივალთ ამ ეტაპამდე, როდესაც შეიკრიბა ინგლისის პარლამენტი, დიდი პარლამენტი და ეს მოხდა 1265 წლის 20 იანვარს, მანამდე რამდენიმე ეტაპს მინდა შევეხო მნიშვნელოვან თარიღს. პირველი ეს არის თავისუფლებათა დიდი ქარტიის მიღება 1215 წელს, 1215 წლის 15 ივნისს, სადაც შეიზღუდა
საკმაოდ მეფის ხელისუფლება. ამ დროს ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყო. ესე იგი, ეს არის მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, 63 პარაგრაფისაგან, მუხლისგან შედგება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა 39 მუხლი და 71 მუხლი. 39 მუხლში წერია მე-12 საუკუნის დოკუმენტში. არავის არ აქვს უფლება, მათ შორის მეფის ხელისუფლებასაც, დააპატიმროს, ციხეში ჩასვას ან ქვეყნიდან გააძევოს თავისუფალი მოქალაქე. უდანაშაულო ადამიანი. და 71 მუხლში წერია, პარაგრაფში წერია, რომ იმ შემთხვევაში თუ მეფე, ქვეყნის მონარქი არ შეასრულებს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს, მაშინ ბარონები და რაინდები უფლებას იტოვებენ, რომ მას გაუწიონ არა მარტო ჩვეულებრივი წინააღმდეგობა, არამედ შეიარაღებული წინააღმდეგობა. ხედავთ რა მექანიზმებია ჩადებული. ამის შემდეგ 1200 შემოდის ისტორიული ხალხს აჯანყების უფლება აქვს. დიახ. შემდეგი ეტაპი, მეორე ეტაპი, ეს არის 1258 წელი, ცნობილი ოქსფორდის პროვიზიების მიღება, სადაც მეფის ხელისუფლება უკვე იმდენად იზღუდება, რომ აბსოლუტურად გადადის ბარონების ხელში. და პირიქით ეს უკვე თვითონ ოპოზიციის შიგნით იწვევს უკმაყოფილებას და მათ უპირისპირდებიან უკვე ბარონთა ნაწილი და რაინდები. ასევე ქალაქებში მოქალაქეები. ეს მეორე ეტაპი და საქართველოში შემოვიდა. კი ბატონო. და მესამე ეტაპი, ეს არის უკვე სამოქალაქო ომის პერიოდის დასაწყისი ინგლისში 1263-დან 1267 წლამდე და 1265 წელს გრაფი სიმონ დე მონფორი არსებს პარლამენტს. ეხლა რაც შეეხება საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ასეთი შეიძლება დიდი ტრადიციები არ აქვს, როგორც ინგლისის პარლამენტარიზმში, ჩვენთანაც საკმაოდ დიდი გამოცდილება არის მოპოვებული. ანუ მე რისი თქმა მინდა, ჩვენთან პარლამენტარიზმმა გავლო აბსოლუტურად ყველა საფეხური და საკმაოდ დრო დაჭირდა ამას ჩანასახოვანი ფორმებიდან მის კლასიკურ ფორმამდე. ჩანასახოვან ფორმას გულისხმობ კოლხეთის სამეფოში თუნდაც დიდ სახალხო კრებას. ეს აიეტი და ფარტაძის დაპირისპირება. შემდეგ უფრო მეტად განვითარებულ ეტაპს გულისხმობს ყუთლუ არსანის დასის გამოსვლა, სადაც პირდაპირ იყო მოთხოვნა, რომ ტარავი თამარის სამეფო ხელისუფლების მონარქის სამეფოს ერთპიროვნული შეზღუდვისა და კარავის გაშლის, ანუ პარლამენტის მოწვევისა და ივანე ჯავახიშვილიდან დაწყებული ყველა დიდი ქართველი, ყველა სხვა ქართველი ისტორიკოსები ასე აფასებენ, რომ ეს იყო პარლამენტარიზმის მოთხოვნა და შემდეგი ეტაპი ეს არის უკვე მოგვიანებით ვახტანგ მე-6-ის გარმანათლებლობის და რა თქმა უნდა შემდეგ 32-ტიანელთა შეთქმულებაში რესპუბლიკური ფრთის ეგრეთ წოდებული სოლომონ დოდაშვილის კონსტიტუციური პარლამენტარიზმი გახსოვთ. 32-ის ასე ვთქვათ იდეებით იკვებებოდნენ თერგდალეულები, სამოციანელები, ილიას მოღვაწეობა ძალიან მოკლედ ვამბობ ეხლა, იმიტომ რომ ეს ისეთი თემა, ამაზე შეიძლება 2 საათი ვისაუბროთ და ძალიან მოკლედ გავდივარ. შემდეგ ილიას მოღვაწეობა, სახმისი არჩევა სახელმწიფო საბჭოში და მისი მოღვაწეობა რუსეთში სიკვდილით დასჯით აკრძალვასთან დაკავშირებით და მას მზათაც ჰქონდა კანონმდებლობით უბრალოდ არ დასცალდა ამის გაკეთება. შემდეგ უკვე რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბირო და ამ სახელმწიფო სათათბიროში ქართველი დეპუტატების მუშაობა სოციალ-დემოკრატების, რომლებიც არა მარტო საქართველოს მასშტაბის, არამედ საიმპერიო მასშტაბის მოღვაწეები იყვნენ და სერიოზული მოღვაწეები და ამ 4-ვე დუმის მოწვევის დუმაში სერიოზული თანამდებობები ეკავათ, ამ ფრაქციის თავმჯდომარეები იყვნენ, ამ კომიტეტის თავმჯდომარეები და მათი გამოსვლისას ზანზარებდა თავრეთის სასახლე. და შემდეგ უკვე, როდესაც რუსეთში ხდება ოქტომბრის გადატრიალება ამიერკავკასიის სეიმი, ამიერკავკასიის სეიმიდან უკვე როდესაც მივდივარ დამოუკიდებლობამდე საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელსაც 1918 წელს ეწოდა საქართველოს პარლამენტი და ამ საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელიც ჩატარდა 1919 წლის თებერვალში. აი, რაც შეეხება დამფუძნებელ კრებას, ამაზე თუ დრო გვაქვს ცოტა ხანი მინდა 3 წუთი ალბათ. 3 წუთი გასაგებია. ეს არის პირველი რესპუბლიკა. ეს არის პირველ რესპუბლიკაზე ვსაუბრობთ. ყველას თავისებური როლი აქვს, მაგრამ ყველაზე დიდი როლი შეასრულა ამ დამფუძნებელ კრებამ. დამფუძნებელი კრების, რატო ქვია დამფუძნებელი კრები? ძირითადი მოტივი იყო, მისი მთავარი ამოცანა იყო ქვეყნის კონსტიტუციის შემუშავება. და მართლაც იმისთანა კონსტიტუცია შეიმუშავა ამ დამფუძნებელმა კრებამ, რომ ნებისმიერი ევროპული დონის კონსტიტუციის დონეა, დიახ, და სადაც არის ლაპარაკი ადამიანების სახელმწიფო მართვიდან დაწყებული ადამიანის უფლებების ჩათვლითაც.
თუ გავითვალისწინებთ ეს რა პერიოდია, პირველი მსოფლიო ომის დასასრული არეულობა რუსეთში, რა 20-იანი წლებია რა, მზადდება აგერ საქართველოს ოკუპაცია, მაგრამ ეს არის იმ პერიოდისთვის ერთ-ერთი ძლიერი კონსტიტუცია და სხვა რომ მეტი არაფერი არ გაეკეთებინა ამ დამფუძნებელ კრებას და მარტო ეს კონსტიტუცია დაედო, ამითაც მისი როლი იქნებოდა განუსაზღვრელი ქართველი ხალხის ახალ და უახლეს ისტორიაში და მით უმეტეს ამის გარდა არ დარჩენილა არც ერთი დარგი ქვეყნის დაწყებული სამხედრო გათავებული მოქალაქეობით, რომ მას მნიშვნელოვანი კანონპროექტები არ შეემუშავებინოს და არ შეექმნას. მოკლედ, დამფუძნებელი კრება თავისი ფრაქციებით, თავისი უმცირესობებით, თავისი მუდმივი და დროებითი კომისიებით მართლაც რომ იყო საქართველოს ცნობიერების გვირგვინი. ასე უწოდა მას მისმა გამორჩეულმა დეპუტატმა, დიდმა ქართველმა ფილოსოფოსმა შალვა ნუცუბიძემ. და წარმოედგინეთ, ბარნო ვასილ, რა დონის პარლამენტი იყო, სადაც ერთად მოღვაწეობდნენ 6 მეთაყაიშვილი, შალვა ნუცუბიძე, სპირიდონ კედია, ნიკო ნიკოლაძე, გერონტი კიკოძე და სხვები. ესე იგი, რადონის და სულ იყო ამ დამფუძნებელ კრებაში 130 დეპუტატი ასარჩევი, 130 დეპუტატით. მე ვფიქრობ, საქართველოს მასშტაბის ქვეყნისთვის 130 დეპუტატი არის ძალიან ნორმალური. მე რომ მკითხო 150-იც ბევრია. გამიგეთ? თავდება დრო და რეკლამა უგვაწვა უკვე. აქედან გამომდინარე, ამ დამფუძნებელმა კრებამ უდიდესი როლი შეასრულა პარლამენტარიზმის განვითარებაში საქართველოში. ამის შემდეგ არის წყვეტა, არის საბჭოთა პერიოდი, შემდეგ არის ზვიად გამსახურდიას მთავრობა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ზვიად გამსახურდიას მთავრობა სწორედ აი ამ კონსტიტუციის ახალ რედაქციით იღებს თავი იმას დამოუკიდებლობის აღადგენს დამოუკიდებლობას და შემდეგ უკვე არის მთელი რიგი მოვლენები, შემდეგ არის დაპირისპირება ზვიად გამსახურდიასთან, მისი ჩამოგდება, შევარდნაძის მოსვლა, შემდეგ არჩევნების ჩატარება, ანუ მესამე რესპუბლიკა, არჩევნების ჩატარება და შემდეგ ვარდების რევოლუცია და აი მოვედით ბატონო ამ ვარდების რევოლუციამ დღევანდ ლამდე. ძალიან დიდი ბოდიში პატარა წავები, მაგრამ ეს შეიძლება მაყურებელს იფიქროს ხომ რა არის, მაგრამ ეს ყური გიგეთი ეს პროდიუსერი ამებს იწყება შემდეგი გადაცემა ძალიან დიდი ბოდიში და უნდა გავწყვიტოთ სხვა გზა არ არის. ამაზეც მადლობელი ვარ და ისტორიას ასე ბაისო დაუთმევთ. ვეკიდებით ამას უკვე ჩვენ საგანგებოდ ვისაუბრებთ, ამაზე დაუბრუნდეთ ძალიან დიდი მადლობა პატა, ეს იყო დღევანდელი კონსილიუმი და ჩვენ შევხვდებით ხვალ საღამოს 8 საათზე.